ივანიშვილის პარტიიდან დღეს კამერებთან გამოჩნდა მხოლოდ გია ვოლსკი, რომელმაც აღიარა, რომ მეგობარი აქტის დამტკიცება ძალიან მძიმე პრობლემებს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქართულ ოცნებას, თუმცა ის ისეც ცდილობდა წარმოჩენას ამ ვითარების, რომ თითქოს ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ქართველ ხალხსაც, რაც რეალურად ასე არ არის, ბუნებრივია და დოკუმენტში ცალსახად არის გამიჯნული ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ქართული ოცნება. ივანიშვილის პარტიის ნაწილში ის მოიაზრებს, დოკუმენტი მოიაზრებს ძალიან მძიმე სანქციებს, როგორც ფინანსურს, ასევე სავიზოს, ქართულ ხალხს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ის მოიცავს ძალიან ბევრ სიკეთეს და პრივილეგიას, მათ შორის თავდაცვის სფეროში და ვაჭრობის საკითხში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისგან ქართულ ოცნებას და ქართულ ხალხს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს ფაქტობრივად სრული უმრავლესობა უჭერს მხარს სენატის, დღეს გია ვოლსკი მაინც ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი საბოლოოდ არ იქნება მიღებული სენატში. ჩვენ არ ველოდებით ესეთ განვითარებას, ნეგატიურ განვითარებას, იმიტომ რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია, დამაზიანებელია საერთოდ საზოგადოებისათვის და არა მარტო ქართული საზოგადოების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ზიანდება ასეთი უსამართლო შეფასებებისაგან, გაურკვევლობას იწვევს ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას. მაშინ თუმეტეს ორმხრივ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე არ ველოდებით, რომ ეს აქტი საბოლოოდ დამტკიცდება და არანაირ სასჯელს არ უმსახურებთ, მათ შორის რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის რომ ომში არ ჩავერთეთ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს, ეს არ არის მიზეზი, რომ რაიმენაირად საქართველოს ინტერესებს ჭრილი მიადგეს. ხელისუფლების ოპონენტები კი დარწმუნებული არიან, რომ განხილვით თუ განხილვის გარეშე ეს დოკუმენტი აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას სენატში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან ხის ნაბიჯებს რუსეთთან დაკავშირებით, მათ შორის სანქციების პაკეტს, რომელიც მომზადებული არის უკვე რუსეთის წინააღმდეგ და ვნახეთ დონალდ ტრამპმა როგორ მისცა დღიანი ულტიმატუმის ვადა ვლადიმერ პუტინს. შესაბამისად, მთელ ამ კონტექსტში რა პოლიტიკაც ჩამოაყალიბა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მეგობარი აქტის შემოდგომაზე დამტკიცდება. მე არ მიკვირს ის დადებითი დინამიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ვაშინგტონში გასულ კვირებში ჩვენს მიერ გამართულ შეხვედრებზე ძალიან ნაცვლად ჩანდა, რომ ყველას კარგად ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მეგობარ აქტს საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მეორადი მნიშვნელობა აქვს დაჩქარებული წესით იქნება მიღებული ეს აქტი თუ არა. თავარი არის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას აქტის და ეს აქტი შესაბამის პროცედურების გავლის შემდეგ იქნება მიღებული. რუსეთის მიმართ მეორეული სანქციების დაწესების ახალი კანონპროექტი, რომელიც ლინციგრენმა დააინიცირა, გახდა იმის საფუძველი, რომ მეგობარი აქტი აქტიურად მიიწევს წინ. ორმა სენატორმა მოხსნა ბლოკი კანონმდებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ განწყობები შეცვლილი არის ამერიკაში, ტრამპის ადმინისტრაციაში მეგობარი აქტის მიმართ. მეგობარი აქტი არის ერთგვარი შემავსებელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მეორეული სანქციების კანონპროექტის, ამიტომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და კიდევ უფრო ზრდის მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს. რა თქმა უნდა, მუშაობს ივანიშვილის ბანდა იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, სხვაგან დიდ ბრიტანეთში შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ამას ხედავს ქართველი ხალხი. ეს ძალიან კარგად დაინახეთ ძალიან მოკლედ იმ სენატორებმაც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მეგობარი აქტის დაჩქარებული პროცედურებით მიღებას და ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ერთსულოვნებას როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის რიგებში, როგორც ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში, ისე ზედა პალატაში. მეგობარ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების არც ახალი ადმინისტრაცია და არც სენატი და კონგრესი ბუნებრივია არ ითანამშრომლებს ესეთ მოძალადი და ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, როგორც არის ოცნება და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ოცნების დაპირება სხვა ბევრ დაპირებასთან ერთად, რომ თითქოს ისინი მზად არიან გადატვირთონ ურთიერთობები და მათი ასე თქვით, რომ თქვა დაალაგონ ურთიერთობები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არც ერთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ ხალხს აი მოძალადი რეჟიმის პირისპირ დაუცველად არ დატოვებს და ყოველთვის ქართულ ხალხს ექნება ამერიკის შეერთებული შტატები.
შტატების სრული მხარდაჭერა. მეგობარი აქტმა უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატის სრული მხარდაჭერა და ახლა ეს დოკუმენტი უკვე არის სენატში. არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ სენატი შემოდგომაზე დაამტკიცებს ამ დოკუმენტს და შემდგომ უკვე მეგობარი აქტი გადაეგზავნება დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად.